საღამო მშვიდობის დღეს 6 მარტია პარასკევის სწორედ ამ დროს ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღეს თქვენ ნახავთ. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანია და არაერთგვაროვანი მოლოდინები ბიზნესში. არსებობს რამოდენიმე ჰიპოთეტური სცენარი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. რას ფიქრობენ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის სექტორში? თუ ეს კონფლიქტები გაგრძელდა, ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა. როგორი შეიძლება იყოს მიმდინარე მოვლენების გავლენა ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე? ამ ეტაპზე მაინც ბაზარი არის მოლოდინის რეჟიმში. და რას შესწulis ჰორმუზის სრუტეში ტვირთების გატარებასთან დაკავშირებული რისკების ზრდა საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებში? გავლენას იქონებს ნებისმიერი სახის ტრანსპორტირება. იქნება იქ სახმელეთო, იქნება იქ საზღვაო, თუ იქნება საჰაერო. ცეცხლში გახვეული ახლო და შუა აღმოსავლეთი და საქართველოს კიდევ ერთი ტურბულენტობის მოლოდინში. შეძლებს თუ არა ქვეყანა გაუმკლავდეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას. სწრაფადცვალებადი გარემოებები, დაბომბილი სამხედრო ობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და გართულებული მოგზაურობა და ტვირთების გადაზიდვა. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მსოფლიოს დღეს ირანში გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ მოუტანა. უკვე თითქმის ერთი კვირაა მსოფლიოს შეშფოთებით ადევნებს თვალყურს იმ მოვლენებს, რომელმაც არამხოლოდ მანამდე ისედაც დაპირისპირებული მხარეები ირანი და ისრაელი, არამედ თითქმის მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთი მოიცვა. შტატების მიერ ირანის დაბომბვის დაწყების შემდეგ ამ უკანასკნელი სამიზნედ იქცნენ როგორც მეზობელი არაბული ქვეყნები, ასევე კონფლიქტის ეპიცენტრიდან შედარებით შორს მყოფი კვიპროსი, თურქეთი და აზერბაიჯანიც კი. შესაბამისად, ბოლო დღეებში ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ ომის ტერიტორიული მასშტაბები და ეკონომიკური ზიანი. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აზია-ევროპის დამაკავშირებელ საზღვაო გზაზე ჰორმუზის სრუტეში ტვირთების გატარება პრაქტიკულად შეჩერდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა როგორც ირანისა და ისრაელის, ასევე ახლო და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, სრულიად ბუნებრივია, რომ სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენები აქტუალურია საქართველოშიც. თუმცა მოლოდინები არაერთგვაროვანია. კერძოდ ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ომი ირანში და მისი გახანგრძლივება საქართველოს ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორს საგრძნობ დანაკარგებს მოუტანს. მეორე ნაწილის აზრით კი მიმდინარე მოვლენებმა, ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში, ქვეყნისთვის შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გააჩინოს. მოკლედ, როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე ირანში დაწყებული სამხედრო კამპანიის პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა, რა გამოწვევების წინაშე აყენებს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანას და მზად ვართ თუ არა მორიგ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობასთან გასამკლავებლად. დღეს ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ეკონომიკის დოქტორი პროფესორი ვახტანგ ჭარაია, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ტაბიძე და სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად განვიხილავთ თემასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და მოვისმენთ შესაბამის კომენტარებს. მაშასე დავიწყოთ და თავდაპირველად გავეცნოთ ინფორმაციას ტურისტული აქტივობის შესახებ ირანიდან და ისრაელიდან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წელს წინა წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტების საშუალო ყოველთვიური რაოდენობა საქართველოში ისრაელიდან გაიზარდა, ხოლო ირანიდან შემცირდა. კერძოდ ზრდამ ისრაელიდან შეადგინა 29% და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 33.500-ს, ხოლო ირანიდან შემცირდა 17% და შეადგინა 10.000. რაც შეეხება დინამიკას, 2016-2018 წლებში ვიზიტების რიცხვი საქართველოში მზარდი იყო ირანიდან და აღემატებოდა ისრაელის და პანდემიამდელ მაჩვენებლებს. რაც შეეხება პანდემიის შემდგომ პერიოდს, ვიზიტების რიცხვი მზარდი იყო როგორც ისრაელიდან, ასევე ირანიდან. ამავე მონაცემებით ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება წლიურ ჭრილშიც. კერძოდ 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ ისრაელიდან მიაღწია 402.000, ხოლო ირანიდან 120.000. რაც შეეხება დინამიკას, პანდემიის შემდგომ პერიოდში ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 301.000-ით, ანუ 298%, ხოლო ირანიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2024 წლამდე გაიზარდა 127.000-ით, ანუ 7.7%, ხოლო 2025 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემცირდა 25.000-ზე მეტით.
მონაცემები ისრაელისა და ირანის მოქალაქეთა წილის შესახებ საერთაშორისო ვიზიტებში საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს წინა წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტებში ისრაელის მოქალაქეთა წილი გაიზარდა 1.1% პუნქტით და მიაღწია 6%, ხოლო ირანის მოქალაქეთა წილი შემცირდა 0.5% და შეადგინა მხოლოდ 1.8%, რაც შეეხება დინამიკას, ისრაელის მოქალაქეთა წილი 6%-მდე იყო 2021 წელსაც, რის შემდეგაც ჯერ შემცირდა და შემდეგ ისევ გაიზარდა, ხოლო ირანის მოქალაქეთა წილი ვიზიტებში ყველაზე მაღალი 4.4% იყო 2017 წელს, რის შემდეგაც დაიწყო შემცირება და პანდემიის შემდგომ პერიოდში არ აღემატებოდა 2.3%-ს. მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წელს წინა წელთან შედარებით ისრაელის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 34%-ით და გადააჭარბა 586 მილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო ირანის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავლები შემცირდა დაახლოებით 18%-ით და შეადგინა 124 მილიონი დოლარი. რაც შეეხება დინამიკას, ირანის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავლები ყველაზე მაღალი 260 მილიონი დოლარი იყო 2018 წელს, შემდეგ კი შემცირდა და არ აღემატებოდა 151 მილიონს, ხოლო ისრაელის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავლები მზარდი იყო როგორც პანდემიამდელ, ასევე შემდგომ პერიოდში და 2025 წელს მიაღწია მაქსიმუმს. და ბოლოს მონაცემები ისრაელის და ირანის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავლების წილის შესახებ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით 2025 წელს წინა წელთან შედარებით ისრაელის მოქალაქეების წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში გაიზარდა 2.6% პუნქტით და მიაღწია 12.5%, ხოლო ირანისა შემცირდა 0.8% პუნქტით და შეადგინა 2.6%, რაც შეეხება დინამიკას, ირანის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ყველაზე მაღალი 8.7% იყო 2017 წელს, რის შემდეგაც დაიწყო შემცირება და არ აღემატებოდა 3.4%, ხოლო ისრაელის მკვეთრად გაიზარდა 2024-2025 წლებში. ასეთია მონაცემები ტურისტული აქტივობის შესახებ საქართველოში, ირანიდან და ისრაელიდან. ახლა კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმართან ვახტანგ ჭარაიასთან ერთად დავბრუნდებით. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ უსაფრთხოება ტურიზმში ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ზოგადად ახლა მიმდინარე პროცესები, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე პროცესები, ირანის პროცესები, არაბული ქვეყნებში, სპარსეთის ყურეში, ეს კონფლიქტები, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ვინაიდან აქ რამდენიმე ფაქტორი შეიძლება დასახელდეს. ერთი ფაქტორია ის, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი, ანუ ტურისტი არ გარისკავს მოგზაურობას იქ, სადაც რისკის შემცვლელი საჰაერო სივრცეა, ხო? მეორე ფაქტორი არის ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენთან ფაქტიურად ძირითადად შემოდის უმრავლესობა დაბალბიუჯეტიანი ტურისტები. დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის შეიძლება ტურისტული პაკეტები გაძვირდეს. ნუ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ავიარეისებზე, ავტობუსზე, თუ ეს სეგმენტი გაძვირდება, ამ შემთხვევაში ტურისტული პაკეტების გაძვირდება და დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ვეღარ იმოგზაურებენ. მაგრამ არის მეორე მხარეც. მეორე მხარე ის გახლავთ, რომ ესე იგი საქართველოს არის უსაფრთხო ქვეყანა, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მარკეტინგული პოზიციები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპა იქნება ეს თუ სხვა ქვეყნები, ვინაიდან უსაფრთხო ქვეყანაში უკვე ტურისტები, რომლებიც ვეღარ მოგზაურობენ, თქვათ, ფეთქებად საშიშ ქვეყნებში, ისინი უკვე ეძებენ თავისუფალ სივრცეს. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე შეიქმნება თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ტურისტების უფრო მეტი ნაკადი წამოვიდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემომყვან და გამყვან ტურიზმზე აისახება ზოგადად და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ პირველ რიგში როგორც კოვიდის დროს ზრუნავდით, განმოვითაროთ შიდა ტურიზმი და გავაგრძელოთ ჩვენი მარკეტინგული, თქვათ, იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმ ქვეყნებში, საიდანაც შესაძლებელია ტურისტების მოზიდვა. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად გალფის ქვეყნები, არაბული ქვეყნები ზოგადად, ისრაელი ჩვენი ტურისტული სეგმენტის დაახლოებით 30-35% შეადგენდა. ამიტომ მე მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ უნდა ვისურვოთ მშვიდობა და ზაფხულისთვის, უკვე სეზონისთვის
თუ მშვიდობა იქნება, ეს გაგრძელდება ნაკადების შემოსვლა. მაგრამ თუ ეს კონფლიქტები გაგრძელდა, ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ნაკლებად სავარაუდოა. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს ირანში და მის გარშემო განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის შესახებ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი ვახტანგ ჭარაია გაგვიზიარებს. საღამოშიდობის ვახო, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც დასაწყისშიც აღნიშნეთ, ეკონომისტების აზრი ორად არის გაყოფილი. ერთნი ცალსახად ფიქრობენ, რომ ამ პროცესებს ექნება ნეგატიური გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, უფრო მეტად ნეგატიური გავლენა, ვიდრე პოზიტიური. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იქცეს შესაძლებლობად. როგორია თქვენი მოლოდინები და შეფასებები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით? როგორი შეიძლება იყოს ამ მოვლენების გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და სხვადასხვა სექტორებზე? ბატონო ფიროზ, მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევა უკავშირდება როგორც ახალ შესაძლებლობებს, ასევე ახალ სირთულეებს, ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. საბოლოო ჯამში, მოდით ნაბიჯ გავივli და მე შევაჯამებ წინასწარ რომ უფრო მეტად პოზიტიურია თუ უფრო მეტად ნეგატიური წინსწრებად რო არ დავასახელო ჩემი გადმოსახედიდან. ჩვენ ვზარალობთ არაერთი კუთხით, მათ შორის ვზარალობთ ტურიზმით, სადაც ჩვენ ვერ მივიღებთ დიდი რაოდენობით ტურისტებს, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება და იმედია, ეს არის ხანმოკლე პერიოდი, მაგრამ მაინც ჩვენ მოგეხსენებათ როგორც ირანიდან, ისრაელიდან, ასევე იქ სამეზობლოში არსებული სხვა ქვეყნებიდანაც ვიღებდით ტურისტებს, რომლის საჰაერო სივრცე ამ ეტაპზე დაკეტილია. თქვენი მონაცემებმა გვაჩვენა, რომ დაახლოებით ესე 7-8%-ის ფარგლებში მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან იყო შემოსული ტურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ჰქონდათ ნაჩვენები. თუმცა იქ არის სხვა ქვეყნებიც, საუდის არაბეთი, რომლის წილიც საკმაოდ მაღალია, მაგალითად ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ასევე. კი ბატონო, ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ ჯამურად რომ გავაერთიანოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტებზეა საუბარი. ეს ერთი. თუმცა აქაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო შემომავალ ტურიზმზე არ არის საუბარი, გამავალ ტურიზმზეც არაერთი პირდაპირი ფრენა იყო გალფის ქვეყნებში, სადაც თბილისიდან პირდაპირი რეისებით იყო შესაძლებელი ჩაფრენა, ან თუნდაც გადაჯდომითაც მათ შორის და დიდი რაოდენობით ჩვენი მგზავრებიც მაგალითად ამ პერიოდში ემირატებია ძალიან პოპულარული ჩვენს მოქალაქეებში და ასესვენებლად. კი ბატონო, თან საკმაოდ ბიუჯეტური ფრენები იყო და დასვენება საკმაოდ ისე ვთქვათ, ზომიერ ბიუჯეტში იყო შესაძლებელი. ამას ემატება ამ ქვეყნებიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შედეგად, მათ შორის საინვესტიციო მიზნებით საქართველოში ადამიანების ჩამოსვლის შეფერხება და მათ შორის ქართველების შეფერხება, რომელიც მაგალითად იგივე სხვადასხვა ემირატებიდან უამრავ საქონელს იმპორტს უკეთებდნენ საქართველოში, დაწყებული ავტომობილების ნაწილებიდან დამთავრებული, რა ვიცი მე, ელექტროტექნიკის სიტყვაზე. შესაბამისად, როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტშიც ვზარალობთ ამ კუთხით. ტრანსპორტირების გაჩერების კუთხით ამ რეგიონში არსებული სირთულებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩვენ ფასთა სხვაობა მივიღოთ, გაძვირება მივიღოთ სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის ძირითადად ნავთობიდან წამოსული მუხტით, მაგრამ არა მარტო ნავთობი და ბუნებრივი აირი, არამედ პირდაპირ სხვადასხვა პროდუქტების შემოტანა ამ ქვეყნებიდან და თუნდაც სხვა ქვეყნებიდან კიდევ უფრო ძვირი ეღირება, შესაბამისად გვიძვირებს ჩვენ იმპორტს, რაც შეიძლება და იმედია მოკლევადიანი იქნება, მაგრამ როგორც წესი გაზრდილი ფასების უკან დაბრუნება საკმაოდ გრძელვადიანი ფენომენია და იმპორტიორები როგორც წესი ამას ძალიან დიდ ხანს ანდომებენ ან საერთოდ არ აბრუნებენ ამ ფასებს უკან. შესაბამისად ჩვენ შეიძლება საინვესტიციო კუთხით, სავაჭრო კუთხით, ტურიზმის კუთხით მივიღოთ ეს ნეგატიური შედეგები, რასაც შეიძლება და იმედი არ დაემატება, მაგრამ დევნილთა ნაკადი, რომელიც შეიძლება პოტენციურად საქართველოსკენ შემოვიდეს, ამ წუთას მოგეხსენება ჩვენ საჰაერო სივრცე ჩაკეტილი გვაქვს, შესაბამისად საჰაერო გზით ვერ შემოვლენ, თუმცა სახმელეთო გზით თავისუფლად არის თეორიულად შესაძლებელი რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ, თუმცა რა თქმა უნდა თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა ქონდა ირანთან, მართალია არსებობს როგორც ტექნიკური სხვადასხვა ბარიერები, რომელიც მათ უნდა გადალახონ, მაგალითად უკან დაბრუნების ბილეთი, ყოველდღიური ხარჯისთვის საჭირო თანხა და ასე შემდეგ რაღაცები უნდა დაადასტურონ, მაგრამ ბოლო-ბოლო შეიძლება თუნდაც ამ საზღვრის
დროებით თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ პირდაპირ საზღვარი არ გვაქვს ირანთან და შესაბამისად ჩვენ საზღვრამდე მოსაღწევად ადამიანებმა მინიმუმ სხვა ქვეყნის საზღვარი უნდა გაიარონ ყველა მიმართულებიდან პრინციპში. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ნაკადები წამოვიდნენ საქართველოსკანაც. უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ანუ უახლოეს ჩვენ სამეზობლოში ან აზერბაიჯანში ან სომხეთში არის ეს შესაძლებელი მათ რომ გააკეთონ და არც ერთ ქვეყანას არენდომება თავისთან შეინახოს ესე ვთქვათ ეს მიგრანტები და სავარაუდოდ როგორც ხდება ხოლმე შეიძლება მათ თვითონ უბიძგონ რომ მესამე ქვეყნებში გავიდნენ ეს მიგრანტები. გასაგები. რაც შეეხება შესაძლებლობების ნაწილს, თქვენ თუ ხედავთ რაიმე შესაძლებლობებს, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ პოზიტიურად, თუნდაც იმ მაგალითის გათვალისწინებით, რა შედეგები მოიტანა რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე. კი ბატონო, გარკვეული პარალელები შესაძლებელია რომ გავავლოთ, მაგალითად ტრანზიტის კუთხით საქართველოზე როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო, ასევე საჰაერო გზით უკვე გაზრდილია კიდევაც ნაკადები და შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ეს იქნება ის პოზიტივი, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ. მოგეხსენებათ, რომ საჰაერო დერეფანი ფაქტობრივად შუა დერეფანზე გადის პირდაპირ ამ წუთას და ყოველდღიურად 1000-1500 რეისი ხორციელდება ამ დერეფანში, მაშინ როდესაც რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა ჩვეულებრივ პერიოდში ამ კორიდორის სატრანზიტო დატვირთვა. ეს არის გარკვეული შემოსავალი, თუმცა ეს არ არის დიდი რაოდენობით თანხები, ეს არის თუ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დღიურ ჭრილში. შესაბამისად ეს არ არის რაღაცა ის რაღაცა მაქსიმალური ეფექტი, რომელიც შეიძლება ჩვენ გაგვიხარდეს. ну აქ გაგვიხარდეს იმ გაგებით ვამბობ რომ ხა ომი არ არის გასახარი და არავითარ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს ისევ როგორც არც უკრაინის შემთხვევაში არც ირანის შემთხვევაშიც არ ეძებს ომს იმისთვის რომ სარგებელი მიიღოს, მაგრამ როდესაც ჩვენ გარკვეულ რესურსებს კარგავთ ან ვიზღუდებით მთელ რიგი მიმართულებებით, ისიც უნდა დავითვალოთ თუ საიდან შეიძლება გარკვეული პოზიტიური შემოსავალი გქონდეს. შესაბამისად ეს სარბიტი საზღვაო დატვირთვა იქნება, სარკინიგზო დატვირთვა იქნება თუ სახმელეთო გზით დატვირთვა იქნება, ამაზე სხვათაშორის ჩვენი ერთ-ერთი მომდევნო სტუმარი, რომელიც თქვენ დაანონსეთ ბატონი პატა, ამაზე უფრო დეტალურად დიახ, ბატონ პატასთან ვაპირებთ უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი და ერთ შეჯამება რომ გავაკეთოთ და თქვენი პირადი მოლოდინები როგორია ამ ვითარებასთან მიმართებაში. კი ბატონო, მთლიანობაში ძალიან დიდი რისკ ფაქტორია გარკვეული შემოსავლის წყაროებიც ჩანს, თუმცა მთლიანობაში სამწუხაროდ ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო მეტი ნეგატივი ჩანს ვიდრე პოზიტივი ამ მოკლევადიან პერიოდში. რა თქმა უნდა, იმასაც დავამატებ, რომ ლარის კურს რაიმე ესეთი პირდაპირი ხიფათი არ აქვს, მაგრამ ასეთი მოვლენების დროს როგორც წესი ხელოვნურად ხდება პანიკის დათესვა და ლარის კურსის მერყეობა. იმედი მაქვს ეს ამჯერადაც არ იქნება მაგალითი და არ მოხდება ასე, თუმცა ამ კუთხითაც შეიძლება გარკვეული რისკი გქონდეს. მთლიანობაში სასურველია რომ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, ის ინვესტიციები, რომლებიც შეიძლება არაბული ქვეყნებიდან წამოსულიყო, გავაცნოთ ის საინვესტიციო პროექტები გავაცნოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთანაც შეიძლება დამატებითი ფინანსური შემოსავალი მივიღოთ და მაქსიმალურად დავადივერსიფიციროთ ჩვენი პოტენციალი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შესაძლოა ამან ინვესტირებაზეც იმოქმედოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ინვესტირებიდან ემირატებიდან მაგალითად ჩვენი ხელისუფლება ელოდება საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციებს. ფიქრობთ რომ შეიძლება ამაზეც იქონიოს გავლენა? რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, როდესაც ასეთი ვითარება ამ შემთხვევაში გაერთიანებულ ემირატებში, რა თქმა უნდა, ინვესტორებმა შეიძლება როგორც თავისი სურვილით შეიკავონ თავი, ასევე გარკვეულმა გარემოებებმა უბიძგოს მათ, რომ თავი შეიკავონ, თუმცა ეს პროექტი უკვე ნაწილობრივ დაწყებულია და მის გაჩერებას ესე ვთქვათ, ჯობს რომ ის გაგრძელდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ეს ომი რამდენ ხანს გასტანს, რა ზიანი იქნება სხვადასხვა ქვეყანაზე მიყენებული და კონკრეტულად იმ ინვესტორებზე, ვინც ამ პროექტებს ახორციელებენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვაფასებთ ამ რეგიონიდან მისაღებ შემოსავალს, უნდა დაგვაუწყდეს, რომ თუნდაც იგივე უძრავ ქონებაში საკმაოდ დიდი იყო როგორც სამშენებლო კომპანიების კუთხით, ასევე მომხმარებლების ინვესტორების კუთხით ბინების შეძენა. ანუ ისინი როგორც აწარმოებდნენ, აშენებდნენ და ყიდნენ ბინებს, ასევე ყიდულობდნენ ბინებსაც და ჩვენს უძრავი ქონების ბაზარზე შეიძლება ამასთან დაკავშირებითაც ყავს მოწვეული სფეროდან შესაბამისი სტუმარი და იმედი გვაქვს ისიც საკმაოდ საინტერესო შეფასებებს გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა
ვახტანგ წარმატებები თქვენ საქმიანობაში. ეს ვახტანგ ჭარაია გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ირანში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესაძლო გავლენის შესახებ საქართველოს და აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე. სტუმარი კი იქნება საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ტაბიძე. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ ოფიციალური მონაცემების განხილვით და ამჯერად გავეცნოთ უძრავი ქონების ბაზრის 2025 წლის კვლევის შედეგებს ბათუმის შესახებ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია კოლიერს ჯორჯიას მონაცემების თანახმად 2025 წელს წინა წელთან შედარებით ბათუმში გაიზარდა როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, ასევე ტრანზაქციების რაოდენობა, კერძოდ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა გაიზარდა 34.4%-ით და მიაღწია $1.16 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა 17.2%-ით და მიაღწია 17,000. რაც შეეხება დინამიკას, ბოლო წლებში ბაზარი სტაბილურად მზარდია, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ გაიზარდა 2023-2024 წლებში შემცირების შემდეგ. ამავე კვლევის თანახმად 2025 წელს ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყველაზე მაღალი წილი 47.5% მოდიოდა ახალ პროექტებში, პირველად ანუ პირდაპირ დეველოპერისგან გაყიდვებზე, რაც შეეხება დანარჩენს 45.5% მოდიოდა ახალ პროექტებში მეორეულ გაყიდვებზე, ხოლო 7% 2012 წლამდე დასრულებულ ძველ პროექტებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ძირითადი აქტივობა კონცენტრირებულია ახალ პროექტებზე, ანუ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ძლიერ დამოკიდებულებას ავლენს ახალ საცხოვრებელ პროექტებზე და საინვესტიციო ფართებზე. მონაცემები ტრანზაქციების შესახებ საცხოვრებლების ფართის მიხედვით კოლიერს ჯორჯიას კვლევის თანახმად 2025 წელს ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ყველაზე მაღალი წილი პირველად ბაზარზე 65%, ხოლო მეორეულ ბაზარზე 67% მოდიოდა 20-დან 50 კვადრატულ მეტრ ბინებზე. რაც შეეხება დანარჩენს, პირველადი და მეორეული გაყიდვების მიხედვით 24 და 22% მოდის 50-დან 70 კვადრატამდე ბინებზე, 8 და 9% 70-დან 100 კვადრატამდე ბინებზე და 3 და 2% 100-დან 300 კვადრატამდე ბინებზე. მონაცემები ტრანზაქციების შესახებ მოქალაქეობის მიხედვით კოლიერს ჯორჯიას კვლევის თანახმად 2025 წელს პირველადი ბაზრის ტრანზაქციებში 51%-ით ჭარბობდა საქართველოს მოქალაქეების წილი, ხოლო უცხოელთა წილი იყო 47%. რაც შეეხება მეორეულ ბაზარს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების 84% მოდიოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 9%. საერთო ჯამში კი ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზეც უცხოელთა აქტივობა საკმაოდ მაღალი და პრაქტიკულად სექტორის მამოძრავებელია. და ბოლოს მონაცემები ფასის შესახებ კოლიერს ჯორჯიას კვლევის თანახმად 2025 წელს წინა წელთან შედარებით ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 1 კვადრატული მეტრის საშუალო წლიური ღირებულება გაიზარდა თითქმის 21%-ით და მიაღწია 1253 ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება ზრდას თვეების მიხედვით, იანვარში ფასი გაიზარდა თითქმის 20%-ით, მარტში 15%-ით, ხოლო აპრილში 19%-ით, განსაკუთრებით მაღალი თითქმის 30%-იანი ზრდა კი დაფიქსირდა ივნისში. ეს რაც შეეხებოდა ტენდენციებს ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, ახლა კომენტარი თემაზე. ირანის ომის შემდგომ გაჩენილი მოლოდინების კონტექსტში პირდაპირ ეთერში სტუმართან საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან ტაბიძესთან ერთად დავბრუნდებით. ამ ეტაპზე არის ბაზარი მოლოდინის რეჟიმში რა, ანუ 2022-ის რუსეთ-უკრაინის ომისგან განსხვავებით, მან მიგრაციული ტალღა იყო მყისიერი და ეგრევე საკმაოდ დიდი რეაგირება მოახდინა ჩვენო ბაზარმა, იყო ემოციური ფონი. ირანის მიმართულებით დღეს რაც ხდება ახლა აღმოსავლეთში, პროცესი რაღაცა გაცილებით უფრო ფრთხილად ვითარდება და გამომდინარე აქედან გრძელ პერსპექტივაში შეიძლება რაღაცნაირად დავფიქრდეთ, რომ სიტყვაზე ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა დარჩეს რაღაცა ფინანსურ ხაბად და ეს ნიშნავს რაღაცა პოტენციურად უცხოეთის შემოდინებას, ინვესტიციის შემოდინებას, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ბაზარი არის მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი თუ 20-22-ში იყო რაღაცა მყისიერი რეაგირება და მიგრანტების დიდი ტალღა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, დღეს ესე არ ხდება. აქედან გამომდინარე მოლოდინის რეჟიმშია. კი არის რაღაცა გარკვეული აქტივობები ბაზარზე შეინიშნება თუნდაც ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ისედაც იყო ეს მოთხოვნა, მაგრამ
რომ გააქტიურება შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, რომ რაღაცა ეს შოკური პირობითად შოკური ეფექტი დავარქვათ, რასაც იდეაში ვარქმევდით 2022-ში და იქ ჩვენმა ბაზარმა საკმაოდ ცვლილება განიცადა, გინდა რომ იქნებოდ ფასის ნაწილში, იქნებოდ ზომის ნაწილში. თუ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდა, ცოტა ფულად სათქმელი არის ახლა მაგაზე ესე პირდაპირი პასუხი რა გავლენა ექნება, თუმცა ფასის ზრდა იქნება და ეს არ იქნება სიტყვაზე მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნა მიწოდების ეფექტზე დამოკიდებული. თუ დიდხანს გაგრძელდა ომის მასშტაბი, რაც იმედია რომ ესე არ იქნება, აუცილებლად გამოიწვევს ეს რაღაცა დოზით მიგრანტების მოდინებას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. და ნუ მოთხოვნის მომენტიც გაჩნდება, მაგრამ მარტო ეს ფაქტორი არ არის, მანდ არის ირანი ჩვენ ვიცით რომ ნავთობზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს კუთხით, ხო, მსოფლიოში ნავთობზე ირანს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა და გამომდინარე აქედან ფასის ზრდა იქნება ბუნებრივი, იმიტომ რომ პროდუქტი გაძვირდება ბუნებრივად და იქ ლოჯისტიკის პრობლემა გაჩნდება. იქ სიტყვაზე თვითონ არმატურის მასალის მასალა გაძვირდება და გამომდინარე აქედან დეველოპერს გაუჭირდება თვითღირებულება. ეს ნუ პირველ რიგში ალბათ უფრო ახალ პროექტებზე შეიძლება ამის თქმა თუ უწყოთ ეწოლა იქნა მსგავსი ტიპის რო დიდი ხანი გაგრძელდეს ომი არის იმის ალბათობა რომ გაიზარდოს უძრავი ქონების ფასი, თუმცა ეს ყისიერი როგორც ჩვენ ხედავთ ახლა და ვუყურებთ ყისიერი რეაგირება ამისი არ იქნება რა რაღაცა ესე ეფექტი ამისი არ მოხდება შევხედოთ უნდა დავაკვირდეთ პრობლემებს ისევ რაღაცნაირად ეს ლოდინის ამბავი მიწევს და ახლა საკუთარ მოსაზრებებს სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენებისა და მისი შესაძლო გავლენის შესახებ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე დაპირების სამეფო დღევანდელი გადაცემის მეორე სტუმარი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ტაბიძე გაგვიზიარებს. საღამოშიდობის ლევან, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში სტუმრობისთვის. სამწუხაროდ კრიზისულ ვითარებაზე გვიხდება საუბარი, რასაც ყველაზე ნაკლებად ვისურვებდით ალბათ. თუმცა ბუნებრივია ვითარება და მოვლენები ვითარდება ჩვენგან დამოუკიდებლად, მაგრამ აქვს ეფექტი საქართველოსაც. როგორია, ესე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რაც თქვენმა კოლეგამ აღნიშნა, რას გულისხმობს ეს და ზოგადად როგორი მოლოდინები გაჩნდა ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ სექტორში? მოდით ასე ვეთქვი, ისრაელის ბაზარს დაახლოებით ეკავა 12% ერთით, ყველაზე აქტიური ბაზარი იყო გაყიდვების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ფრენების ჩაკეტვა ჩათვალეთ, რომ ფაქტიურად გაანულა, იქ მithქונה ახლა ამ ეტაპზე. ერთ რაღაცაში დავეთანხმები, ყველაფერი დამოკიდებულია რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება. მეორე თემა ის არის, რომ ისრაელი საკმაოდ სწრაფად ადაპტირდება და როგორც კი ფრენები აღდგება, ისევ გაჩნდება ეს ინტერესი და ეს წამოვა ტრანზაქციები ისრაელიდან. ჩემს მეგობრს ვესაუბრე ისრაელში და დაინტერესება არის, თუმცა ფრენების გამო ჯერჯერობით თავსი თავსი არა მხოლოდ ფრენების გამო, რეალურად საომარვი მდგომარეობაშია ქვეყანა. რაც შეეხება ირანს, ირანიდან მოთხოვნა არასოდეს არ ყოფილა დიდი ასე რომ ვთქვათ უძრავი ქონების შესყიდვების მიმართულებით, საკმაოდ ახლა როგორც ტურიზმში დაახლოებით იგივე წილი უკავია 1%-მდეც არა ირანს და ეს გავლენას არ იქონიებს. რაც ფასების ზრდას რაც შეეხება, ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი, იმიტომ რომ თუ გაყიდვები შემცირდა ამ ფონზე ფასების დამატებით ზრდამ შესაძლოა კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახადოს უძრავი ქონება და იცით რა, წინასწარმეტყველმა როგორც ისაუბრა, ფასებზე შეიძლება ირიბი გავლენა იმოქმედოს, ნუ ეს არის პირველად ბაზარზე ძირითადად. თუ კი ჩვენ ლოგისტიკური ჯაჭვი გაძვირდება ერთ სიტყვით, გაძვირდება თვითონ მასალის ფასი, ამ შემთხვევაში ჩვენთან ფასები წარმოიწევს. სხვა კუთხით, ეს გარემოება დიდ გავლენას საქართველოსზე ჯერჯერობით არ ახდენს. მოლოდინის რეჟიმში ახლა რაც საუბრობ, ყველა მოლოდინის რეჟიმში ალბათ ისრაელს უყურებენ და ისრაელიდან რადგან დიდი წილი ეკავა ისრაელს, ამიტომ აქვთ მოლოდინის რეჟიმი. რაც შეეხება სხვა მსხვილ პროექტებს, მე მეწილად, პროექტები დაწყებულია უკვე, თბილისის პროექტი რომ ნახოთ. მისი გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია. იქ არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ყიდულობენ, არა, ქართველების წილი საკმაოდ დიდია.
შესაბამისად ეს ემირატების ინვესტიციით დაწყებული მშენებლობას გულისხმობთ ალბათ, ხო? შიდა ბაზარი საკმაოდ აქტიურობს და ასევე არა მარტო შიდა ბაზარი. თვითონ კომპანია რაც არის არა მარტო ემირატებში არა დივერსიფიცირებული აქვს როგორც ვიცი ეს პორტფელი და სხვადასხვა ქვეყნებში აქვს აშენებული და ბიზნესები. არა მგონი დიდი გავლენა იქონიოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია ჯერ ძალიან ადრეა. გააჩნია რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგები დასრულდება ეს ყველაფერი. თუ გაგრძელდა ესე ვთქვათ კონფლიქტი, რაც ყველაზე არასასურველი სცენარია, ამ შემთხვევაში თუ აქვს კომპანიებს სამოქმედო გეგმა უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიებს. იცით რა, ბოლო პანდემიის შემდეგ ყველა წელი ჩვენთვის ფორს-მაჟორული წელია. შესაბამისად რაღაც იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს უკვე ჩვენს ქართულ დეველოპერებს. შესაბამისად მგონი გაუძლებენ ამას ყველაფერს. ინვესტირებას რაც შეეხება, ჩვენ ვიცით რომ უძრავი ქონების ბაზარზე ხშირად ხდება რეინვესტირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის საინვესტიციო თვალსაზრისით. აი ინვესტირების კუთხით თუ ფიქრობთ რომ იქნება ნეგატიური ზეგავლენები? მე ვფიქრობ რომ პირიქით დადებითისკენ წავა ყველაფერი. ეხლა რასაც უყურებთ, ორივე მხრიდან ომია. იქაც ომი, აქაც ომი. ჩვენ პატარა მშვიდობის კუნძულებით აღმოჩნდით შუაში. სხვა შორის აღმოსავლეთთან დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელსაც იქაც ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება და ვფიქრობ რომ ჯობდა საქართველოში მეყიდა უძრავი ქონება, რასაც შემირჩევდი თავის დროზე. შესაბამისად, შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს. ახალი ინვესტორების მოზიდვის კუთხით ახალი გაჩნდება იცით. და პირადად თქვენი მოლოდინი როგორია და ამით დავასრულოთ. ჩემი მოლოდინი, მე ვფიქრობ, რომ დიდხანს არ გასტანს ეს ვითარება, რაც იქნება. ეს პირადად ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ სეზონისთვის საკმაოდ აქტიურ გაყიდვებს ვნახავთ აჭარაში. კარგი. მოლოდინები მაქვს. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოვლენების შეფასებისთვის. ეს ლევან ტაბიძე გახლდათ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი იქნება. ჩვენ მასთან იმ გამოწვევების შესახებ ვისაუბრებთ, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა შეიძლება დააყენოს ახლო და შუა აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებამ. ბატონი პაატა უკვე ხაზზეა და მალე შემოგვიერთდება. მანამდე კი კვლავ კომენტარი და სტატისტიკური მაჩვენებლები. დავიწყოთ ისევ რიცხვებით და ამჯერად გავეცნოთ საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს ირანთან და ისრაელთან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2025 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 215%-ით და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 188 მილიონ ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება მონაცემებს ჩაშლილად, ექსპორტი გაიზარდა 31.5%-ით და მიაღწია 59 მილიონ ამერიკულ დოლარს. ხოლო იმპორტი გაიზარდა 516%-ით და მიაღწია 140 მილიონ ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება დინამიკას, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში. ამავე მონაცემებით 2025 წელს წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის შემცირება ირანთან, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ისლამურ რესპუბლიკასთან შემცირდა თითქმის 10%-ით და შეადგინა 290 მილიონი დოლარი. რაც შეეხება მონაცემებს ჩაშლილად, ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით და მიაღწია 39 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი შემცირდა თითქმის 12%-ით და შეადგინა 252 მილიონ დოლარამდე. რაც შეეხება დინამიკას, 2021 წლის შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა სწრაფად იზრდებოდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2025 წელს დაფიქსირდა შემცირება იმპორტის მოცულობის კლების გამო. მონაცემები ისრაელის წილის შესახებ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში საქსტატის წინასწარი ინფორმაციით 2025 წელს წინა წელთან შედარებით ისრაელის წილი საქართველოს ექსპორტში იყო უცვლელი და შეადგენდა 0.7%-ს. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ზრდა, კერძოდ ისრაელის წილი იმპორტში გაიზარდა 0.7%-ული პუნქტით და მიაღწია 0.8%-ულ პუნქტს. დინამიკაში კი ისრაელის საშუალო წილი 2021-2025 წლებში იმპორტში იყო 0.24%, ხოლო ექსპორტში 0.5%.
მონაცემები ირანის წილის შესახებ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს წინა წელთან შედარებით ირანის წილის საქართველოს ექსპორტში შემცირდა 0.1% პუნქტით და შეადგინა 0.5%. რაც შეეხება იმპორტს, ის ასევე შემცირდა 0.3% პუნქტით და შეადგინა 1.4%. დინამიკაში კი ირანის საშუალო წილი 2021-2025 წლებში საქართველოს ექსპორტში იყო 0.54%, ხოლო იმპორტში იყო 1.54%. და ბოლოს მონაცემები ფულადი გზავნილების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ირანი სანქცირებულია, ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ მხოლოდ ისრაელის მონაცემებს, კერძოდ ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით ისრაელიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 12.2%-ით და მიაღწია $280 მილიონ. რაც შეეხება დინამიკას, ბოლო წლებში ფულადი გზავნილები ისრაელიდან მუდმივად მზარდია, 2020-2025 წლებში კი საშუალოდ შეადგინა $214 მილიონი წლიურად. ასეთი იყო მონაცემები ეკონომიკური კავშირების შესახებ ირანთან და ისრაელთან. ახლა გადამზიდავების კომენტარები ირანის ომის შესაძლო გავლენაზე პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან პაატა ცაგარეიშვილთან ერთად დავბრუნდებით. ირანში პირდაპირ ტრანსპორტირებით ჩვენი კომპანია რამოდენიმე წელიაში გვიძლია ვთქვათ, რომ აღარ საქმიანობს, გამომდინარე იქედან, რომ ირანს ჰქონდა სანქციები, შესაბამისად ტვირთის პირდაპირ ირანიდან ტრანსპორტირებას აღარ ვახორციელებთ. საბანკო გადარიცხვებზე შეზღუდვა აქვს და ასე შემდეგ. რაც ეხლა ხდება, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს. შეიძლება დღეს ეს პირდაპირ გავლენა ვერ ვიგრძნოთ, რადგან რამოდენიმე დღეა სულ ეგ ომი მიმდინარეობს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა ექნება როგორც ნავთობის ფასზე აუცილებლად და ეგ პროცესი უკვე დაწყებულია და გაჟღერებულია კიდეც, რომ ნავთობი გაზრდება გამომდინარე იქედან, რომ ირანი და ირანთან მიმდებარე ყველა ქვეყანამ ამ ეტაპზე ნავთობის მოპოვება შეწყვიტა და ტრანსპორტირებაც შეწყვიტა დაბომბვის რისკებიდან გამომდინარე. ასევე წითელი ზღვის გავლით არსებული საზღვაო ტვირთები, იქნება ეგ საკონტეინერო გადაზიდვა თუ სხვა სახის გემებით გადაზიდვა, ეგ სავარაუდოდ გაიწელება დროში. მოუწევთ რაღაცა ტერიტორიის ფარგლებში ალბათ შემოვლა ამ კონფლიქტის ზონის, რაც მინიმუმ 2-3 კვირით გაზრდის ტვირთის მოწოდება საქართველომდე. ვიღაცა ალბათ თავსაც კი შეიკავებს ამ ეტაპზე მაგ ტრანსპორტირებიდან, რადგან დაელოდება საბოლოო შედეგს და დასტაბილურება სიტუაციის, ვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი არ შემოაქვს ეხლა მაგალითად ამ ეტაპზე. ნავთობის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე გავლენას იქონიებს ნებისმიერი სახის ტრანსპორტირებაზე. იქნება ეგ სახმელეთო, იქნება ეგ საზღვაო თუ იქნება საჰაერო. იმიტომ რომ ირანი და მასთან მიმდებარე ყველა ქვეყნები, რომლებიც ახლა კონფლიქტში ასე თუ ისე ირიბად თუ პირდაპირ ჩართული არიან, იყვნენ ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებლები და მომწოდებლები. მათი ნავთობის ფასი სულ უფრო მისაღები იყო ბაზარზე, ვიდრე მაგალითად გინდათ ამერიკულის და გინდათ რომელიმე ევროპული ქვეყნის ნავთობის ფასი. აქედან გამომდინარე, ფასის ზრდა უკვე გვაიძულებს, რომ გადაზიდვის ფასი შეიცვალოს, იმიტომ რომ საწვავი არის ერთ-ერთი ალბათ პირველი კომპონენტი ნებისმიერ სადანსხვავებელ გადაზიდვაში, რომელიც ფასის დადგენაში ღებულობს მონაწილეობას. რთული საძინასწარმეტყველოა, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ ვიღაცამ შეიძლება ალტერნატივა ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი შუა დერეფანი აირჩიოს და აქ კიდე რაღაცა რაოდენობით ტრანსპორტირება გაიზარდოს, იმიტომ რომ ბოლო 2 წელია დარგი მზარდია და აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ყველა თვეში ტრანსპორტირების რაოდენობა და ტვირთის რაოდენობა საქართველოზე გავლით იმატებს. აბსოლუტური სიზუსტით მოგეხსენებათ, შეუძლებელია სცენარების პროგნოზირება, არსებობს რამოდენიმე ჰიპოთეტური სცენარი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და იმ მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ეფექტს მოგცემს ეს ჩვენი მიმართულებით საქართველოზე ტვირთნაკადის ზრდის ან შემცირების მიმართულებით. სცენარი პირველი. თუ კი უახლოეს მომავალში მოკავშირეების წარმატებით დასრულდა აღნიშნული სამხედრო ოპერაცია და ირანში არ შეიქმნა ქაოსი, არამედ ასე ვთქვათ, დასტაბილურდა პოლიტიკური მდგომარეობა, ირანს აქვს პოტენციალი უზარმაზარ ტვირთ წარმომქმნელ ტერიტორიად იქცეს. და ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ეს იქნება უდაოდ მაღალი შესაძლებლობა
ვინაიდან ირანი კარგა ხანია გამოთქვამდა სურვილს, რომ საქართველოს გავლით შუა ზღვაზე გასასვლელიც ქონოდა და ეს საკითხი მით უფრო აქტუალური გახდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ირანი გახდება დასავლური სამყაროს მოკავშირეც და შესაბამისად ტვირთბრუნვის ძალიან დიდი ნაწილი ვარაუდობთ, რომ გადმოინაცვლებს დასავლეთის მიმართულებით შესაბამისად საქართველოს გაევლის. მეორე სცენარი, თუ კი გაჭიანურდება სამხედრო მოქმედებები და ირანი ასე თქვა ჩაეფლობა ამ გაურკვევლობასა და ქაოსში, ამ შემთხვევაში ჩინეთის მიმართულებიდან მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ველოდებით ტვირთების ზრდას, იმიტომ რომ ეს მოვლენები სამხრეთის მიმართულებაზე ქმნის რისკებსა და ტურბულენტობას, რაც სამხრეთის მიმართულებით მიმავალ ტვირთებს აიძულებს შუადერეფანზე გადმოერთოს. ესეც იქნება დადებითი სცენარი, ოღონდ გაურკვეველი მომავლით. ხოლო თუ ყველაზე ცუდ და ნეგატიურ სცენარს გავითვალისწინებთ, რაც ნიშნავს გრძელვადიან პერსპექტივაში, არა მხოლოდ ირანში, არამედ მთელს რეგიონში სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას, გადადებას, ასე ვთქვათ და გაჭიანურებას, რასაც როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით ხა ტოლვითა ნაკადი შეიძლება მოუყვეს, ესევე ეს ნაწილი შეიძლება გავრცელდეს შუა დერეფანზე და მის უსაფრთხო ტრანზიტსაც კი დაემუქროს, ასე ვთქვათ, საფრთხე. ვინაიდან ირანი არც ისე შორს გახლავთ და თუ ეს კონფლიქტი მის მეზობელ რეგიონებშიც გავრცელდება, იძულებული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა ჩამკეტი ბარიერები აამოქმედონ, რაც ტვირთბრუნვას ბუნებრივია არ წაადგება. მინდა ოპტიმისტი ვიყო და აი პირველი ორი სცენარიდან რომელიმე ერთ-ერთი გამართლდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს გარანტირებულ ტვირთებს საქართველოს მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება ინტერესი და მოთხოვნა, მაგრამ თუ ჩვენ ამას არ შევაგებთ, მომზადებული ინფრასტრუქტურა და მომზადებული სივრცე გამტარი შესაბამისად სასაზღვრო საბაჟო პუნქტები, თუ არ გავზარდეთ ჩვენი საბაჟო პუნქტების გამტარუნარიანობა, თუ არ შეხვდა მომზადებული ჩვენი სახმელეთო, სარკინიგზო ტრანსპორტი, თუ პორტები, ასე ვთქვათ, არ არიან მზარდი ტვირთების გასატარებლად, ბუნებრივია ეს ინტერესი რაღაც დროით შენარჩუნდება, მაგრამ როგორც აი უკრაინა-რუსეთის ომის შემთხვევაში გვაქვს, ანუ რა მივიღეთ, რომ თავდაპირველად ესე ვთქვათ, ცხელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ტვირთბრუნვა, მაგრამ ვინაიდან ვერ დავხვდით სათანადოდ მომზადებული, თანდათან მიილია ეს ინტერესი და ტვირთმფლობელებმა მოძებნეს ალტერნატიული გზები. იგივე სცენარი შეიძლება განვითარდეს ჩვენ შემთხვევაში. ამიტომ მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ როგორც კერძო სექტორი, ესე სახელმწიფო აცნობიერებს ამ შესაძლებლობას, რომელსაც თავისი რისკებიც ახლავს და ჩვენ პირველ რიგში გაგვიჩნდება შესაძლებლობა, ხოლო მეორედ ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოვიყენებთ. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს იმ შესაძლო გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გადამზიდვები შეიძლება აღმოჩნდნენ სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენების გამო, გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი გაგვიზიარებს. საღამოშვიდობის ბატონო პაატა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ისმენდით ალბათ კომენტარს და ამ კომენტარის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ალბათ იყო ის, რომ რამდენად ვიქნებით მზად ჩვენ თუ ეს იქნება მორიგი შესაძლებლობა ქვეყნისთვის. ანუ დერეფნის როლის გაზრდას გულისხმობდა ამ შემთხვევაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის, ანუ შუა დერეფნის როლის გაზრდას. თქვენი მოლოდინები როგორია იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს, რა მოცემულობაც გვაქვს დღევანდელი მდგომარეობით? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად რაციონალური და მარცვლოვნიანი დასკვნები იყო გამოტანილი წინა რესპონდენტის მიერ, საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიერ. სავსებით ლოგიკური იყო ის სცენარები, რომელთანაც შეიძლება გქონდეს შეხება, მაგრამ მინდა განვავრცო აზრი, დღესდღეობით ის რაც ხელის გულზე ჩანს, არის ის გარემოება, რომ შუა დერეფანს შეექმნება შესაძლებლობა, რომ დამატებითი ტვირთები მოიზიდოს, თუ უფრო ჩაღმავდებით და აქცენტს საკონტეინერო გადაზიდვებზე გავაკეთებთ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ორივე სრუტე დაკეტილია, საუბარია წითელ ზღვაზე, ჰორმუზის სრუტეზეც, შესაბამისად უკვე საკონტეინერო გემებს გაზრდილი დაზღვევით, გაზრდილი გადაზიდვის ღირებულებით მოუწევს აფრიკის შემოვლითი გზით ტრანსპორტი. ანუ უკვე დაიწყო ხო ეს პროცესი, გაძვირების პროცესი გვაქვს. როგორც ინფორმაცია დღესდღეობით უკვე არც ერთ გემს აღარ ატარებს სრუტე,
აქედან გამომდინარე უკვე დიდმა გიგანტმა საკონტეინერო ხაზებმა მისცეს განკარგულებმა, რომ განკარგულებად გემებს ჯერჯერობით გაჩერდნენ ადგილზე დაუცადო სიტუაციას, მაგრამ ახალი ნაკადი, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან წამოვა, რა თქმა უნდა, ის იმოძრავებს შემოვლითი გზით და აფრიკის შემოვლით გაძვირდება ტარიფები სავარაუდოდ იმ დონეს დაუბრუნდებით, რაც რამდენიმე წლის უკან იყო $9,000-ზე ავა 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა. შესაბამისად, მეორე ასპექტი ბენდერ აბასის პორტი, რომელიც ასე თუ ისე სომხეთის და აზერბაიჯანის საკონტეინერო გადაზიდვებს ემსახურებოდა და შემდეგ სახმელეთო დერეფნებით მიდიოდნენ აზერბაიჯანში და ერევანში, ეს რა თქმა უნდა ეს თვითი ჩვენ ნავსადგურებში შემოვა, ეს დამატებითი თვითნაკადი იქნება. ამას მესამე ვარიანტიც ემატება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გაძვირდება საზღვაო გადაზიდვები, უკვე თვითმფლობელები დაიწყებენ სახმელეთო ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების საავტომობილო, სარკინიგზო ბლოკმატარებლებით მოძრაობას, ესეც შუადერეფნით იქნება ორიენტირებული და ერთობლიობაში აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნა წინა რესპონდენტმა, რომ ჩვენ ბუნებრივია არ დავდგეთ უკრაინის ვარიანტის წინ, როდესაც ერთ წელიწადში 50%-ით გავზადეთ სატრანზიტო თვითნაკადი, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ და პირიქით საავტომობილო გადაზიდვების ვარდნაც კი გვაქვს დაახლოებით 5-7%-ში. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აქცენტირებულად საკონტეინერო გადაზიდვებზე რომ გავაკეთოთ და მზადყოფნაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ისე ბრუნდებით და აბსოლუტურად საღათ უნდა დავინახოთ ის გარემოება, რომ 2022 წლიდან ქონდა შანსი, რომ საკონტეინერო სივრცეები გავგეზარდა ფოთის ნავსადგურში, ეს ვერ მოხდა, დღესდღეობით სიმძლავრე არის გარკვეულწილად პიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ბათუმის ნავსადგურს საკონტეინერო მიმართულებით გააჩნია გარკვეული 50%-იანი, ასე ვთქვათ, ლუფტი, რომელიც შესაძლებლობა არსებობს, რომ მივიღოთ საკონტეინერო ნაკადი. ბუნებრივია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ. ბოლო 2 წელიწადში ნიშნულოვნად არის შემცირებული და პრაქტიკულად პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში შეჩერებულია. 2 პროექტს თუ განვიხილავთ შუადერეფნის მიმართულებით, ერთი შრალი პორტი იყო, არაბული ინვესტიციით და ყაზახური ინვესტიციით ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო სიმძლავრეები შეიქმნა. ეს ძალიან ცოტა მიზერულია, აქედან გამომდინარე, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი ეს დღესდღეობით არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიწრო ადგილი. ვიწრო ადგილია ჩვენ რკინიგზაზე მოძრავი შემადგენლობის დამატება, ელმავლების დამატება. აქაც პოზიტივის თვალთახედვით უნდა შევხედოთ იმ გარემოებას, რომ პირველად საქართველოს რკინიგზა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასე ვთქვათ, შეიძინოს ელმავლები, შეგახსენებთ 91 წლიდან ელმავლების მხოლოდ რემონტის ქვეშ იმყოფებოდა და დღეს უკვე შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდა, ისე როგორც სავაგონო შემადგენლობის, ეს დადებითია. ვარაუდობთ, რომ ეს გადაფარავს იმ რეალობას, რომ უკვე ჩვენ გვექნება მნიშვნელოვნად ეფექტიანი და მოქნილი პარკი. რა თქმა უნდა, ჩინეთის მიმართულებით დაიტვირთება სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვები. აქ ჯერჯერობით კვოტების რაოდენობა, ოლქრივი კვოტები მაქვს ხედველობაში დაახლოებით 5,000-ია. და დაახლოებით 2,500-ია მესამე ქვეყნის ჩინეთის მიმართულებით კვოტების რაოდენობა. აქაც რეზერვია, რომ 70%-მდე თითქმის ათვისებულია და გაზდის შესაძლებლობაც არსებობს, ისე რომ პირველ ეტაპზე თუ ეს სცენარი განვითარდა, რომ პირველი გახანგრძლივდა კონფლიქტი, ალბათ ამას გულისხმობთ. ასე ვთქვათ, გახანგრძლივდა კონფლიქტი, საკონტეინერო გადაზიდვების მიღება ჩვენ რეალურად შეგვიძლია. ბატონო ბადე, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად ბიზნესი არის გარკვეულ პერიოდში ლოდინის რეჟიმში. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ლოდინის რეჟიმი თქვენი დაკვირვებით? როგორია ზოგადად პრაქტიკული გამოცდილება, იმიტომ რომ ბუნებრივია კომპანიები სწრაფად ვერ მოახდენენ ტვირთების გადამისამართებას და სწრაფად ვერ მოხდება დივერსიფიცირება საერთაშორისო გადაზიდვების. დამოკიდებულია ტვირთის სახეობაზე. მე მიმაჩნია, რომ საკონტეინერო ნაკადი უფრო მყისეურად და სწრაფად მოერგება რეალურ სიტუაციას. რაც შეეხება სხვა ტიპის ტვირთებს, სარკინიგზო ტვირთები მაქვს ხედველობაში, რომელიც შეიძლება შუადერეფნით წამოვიდეს, აქ გარკვეული პერიოდი არის აუცილებელი, რადგანაც სახელშეკრულებო ბაზაა შესაქმნელი ცენტრალური აზიის ქვეყნების კალთან, მაგრამ ესეც რეალურია, ამის გაკეთება არსებულ ჩარჩოჩით შეიძლება არსებობს
საკანონმდებლო ბაზა, სატარიფო პოლიტიკა და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ დაახლოებით საკონტეინერო ნაკადი სადღაც 5-6 თვეში უკვე გადმორთული იქნება და ამის მიღება ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ შრალი ტვირთების მიმართულებით, სხვა სახის ტვირთების მიმართულებით დაახლოებით 6-დან 8 თვე მაინც იქნება საჭირო პირველი იმპულსები დავინახოთ ცენტრალური აზიის წარმომქმნელი რეგიონებში. და ეს იმპულსები ალბათ არც იქნება იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი არ გახანგრძლივდება. მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ ზუსტად ეს სატრანსპორტო კვანძი, მაგალითად ენერგომატარებლების კვანძი, ბაქო-თბილისი, ჯეიჰანის, ნავთობსადენი, ჩვენი შუადერეფნის სატრანსპორტო კვანძი შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს ირანის მხრიდან. რამდენად მოსალოდნელია მსგავსი რამ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია ესეც თუ ასეთი რამ მოსალოდნელია თეორიულად მაინც ბუნებრივია ეს წარმოადგენს რისკებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ რისკების თუნდაც დაშვების დონეზე არსებობა. არ დაგიმარავ და მე მიჭირს ახლა კონკრეტულად საუბარი ამ რისკებთან დაკავშირებით. მე მინდა პოზიტიური მიმართულებით განმოვითარო ჩვენი ასე ვთქვათ ინტერვიუ და გამომდინარე აქედან მე მგონი ამ ეტაპზე რაციონალური არ იქნება რომ გარკვეული დარტყმები და რისკებზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე უფრო რეალურია ხაზი გაუსვათ იმ შესაძლებლობას და იმ შესაძლებლობის ხელიდან არ გაშვებას, რაც უკრაინის რეალობაში ჩვენ წინ დაგვიდგა და უფრო მომზადებული შევხვდეთ პირველ რიგში. ანუ თქვენ თვლით რომ ამ ეტაპზე თუ მსგავსი რა მოხდება, ანუ ტვირთების გაზრდა მოხდება შუადერეფანში, ჩვენ უფრო მომზადებულები ვხვდებით, ვიდრე შევხვდით უკრაინაზე თავდასხმის შემდგომ პერიოდში? მე თლად ბოლომდე ვერ ვიტყოდი, მაგრამ რადგან ბევრი რამ ისევ იმ გამოუსწორებელ მდგომარეობაში დარჩა პირველ რიგში, აი წინა გამოსვლელმა თქვა რომ საბაჟო სასაზღვრო პროცედურები ძალიან გაჭიანურებულია და ეს ბევრად შეაფერხებს პროცედურებს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ის შესაძლებლობა, ის ეკონომიკური ფანჯარა ჩვენ არ დავკარგოთ და სრულფასოვნად გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი გადარჩენის და დერეფნის საქართველოს მონაკვეთის განვითარების ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა. გასაგებია და როგორია პირადად თქვენი მოლოდინი და დავასრულოთ ამით. მოლოდინს რაც შეეხება მე გარკვეულწილად ჩემ ინტერვიუში ავსახე რომ ჩვენ მოველით რომ ეს თვითნაკადი დაემატება და სადღაც 6 ისე მეორე თუ საომარი ბატალიები ესე გაგზელდა, უნებრივია ჩვენ 6-8 თვეში მოველოდებით რომ გარკვეული თვითნაკადი მოვიდეს ჩვენი მიმართულებით, დაიტვირთოს ჩვენი სატრანსპორტო და საზღვაო არტერიები და აქედან გამომდინარე მოლოდინი დადებითია, მაგრამ ის გარემოება რომ ამხელა გარკვეული კატაკლიზმები მოხდება რეგიონში, ეს ბუნებრივია ნეგატიური პროცესია და აქ საფრთხეზე ორი ურთიერთ სხვადასხვა ფაქტორი დევს და ეს არის გასათვალისწინებელი, რაც ძირითადად და რაც მთავარია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს პაატა ცაგარეიშვილი გახდათ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. მე პირდაპირ ეთერში მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.